Туберкулезი, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები და ბრონქული ასთმა ეს არის ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა და სტუმრებით შესაბამისი ყავს მეცნიერის დოქტორი, პროფესორი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი კახა ვაჭარაძე და მეცნიერის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ბაია ბეზარაშვილი. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ზოგადად ეს საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ბევრი ადამიანი კიდევ უფრო მეტ საინტერესოს აღმოაჩენს გადაცემის თქვენთან საუბარს მესამე ნაწილში. ჩვენ საუბრობდით და შეგაწყვეტილეთ ქალბატონ ბაია ასთმის იმ ვითარებაზე, რომელიც უკვე არაკონტროლებად ხასიათს ექვემდებარება. რას ნიშნავს ზოგადად არაკონტროლებადი გამოვლინება ასთმის? ჩვენ განვიხილეთ უკვე კონტროლირებადი, ანუ აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანის სხვადასხვა პრობლემებისგან, ხო? რადგანაც იღებს სათანადო პრეპარატს. აი საპირისპირო აბსოლუტურად არაკონტროლირებადი ბრონქული ასთმა. ანუ ადამიანს უჭირს სუნთქვა, უჭირს მოძრაობა, აქვს ყველა შეტევითი ხასიათის, აქვს აბსოლუტური დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, აბსოლუტურად ვერ ახორციელებს ვერანაირ ფიზიკურ დატვირთვას, არ დადის ექიმთან და შესაბამისად არ იღებს სათანადო პრეპარატებს. აი ძალიან დიდი განსხვავებაა ამაში. და არ აძლევს ეს დაავადება საშუალებას იყოს რეალიზებული. რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანი ვერც იმუშავებს, თავისუფლად სკოლაშიც ვერ იulis. მძიმე ფორმა და არაკონტროლირებადი. თქვენ ასე ვბრძანდეთ, რომ შეიძლება ასთმა ძალიან ხშირია სიკვდილიანობა ასთმით. დიახ, კი ბატონო. სწორედ ესეთ პაციენტებში. აი ესეთ პაციენტებში უხვალოდ. ესეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია, რომ არაკონტროლირებადად ითვლება პაციენტი, როდესაც კვირაში 2-ზე მეტად აქვს ბრონქული ასთმის შეტევა, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა ქართველები როგორი მაქსიმალისტები ვარ და მეც მათ შორის მე ვფიქრობ, რომ ჩემი პაციენტი მოვლილია და კონტროლირებადია, თუ კვირაში 2-ჯერ კი არა, წელიწადშიც 2-ჯერ არ უნდა კონდეს კარგად მოვლილ პაციენტს ასთმის შეტევა. აუცილებლად, აი 2-20 სიტყვით ახლა სანაბატონი კახა ჩაგვერთვება, რა უნდა კონდეს ასთმიან პაციენტს სახში, გარდა მრავალი პრეპარატებისა, ხო? აი ძალიან დიდი ბოდიში კიდე მატყობინებ, რომ სატელეფონო ზარი გვაქვს ეთერში და აუცილებლად განაგზავნოთ თქვენ ამ თემაზე საუბარს, ჩემ მოსმენთ ტელემაყურებელს ხას არ ვალდინოთ. გამარჯობათ გისმენთ. გამარჯობათ. მინდა ქალბატონ ბაიას კითხვას მივმართო. ვერ ვიგებ რა მაძლეს ალერგიას, აი ხანდახან ხრჩობი, სუნთქვაც მიჭირს, ლაპვაც მიჭირს და არის თუ არა შესაძლებლობა, რომ გამოვიკულიო ეს ალერგიული მითქვა გამოწვეული. მადლობა შეკითხვისთვის. ალერგენის დადგენა უნდა. კი ბატონო. ანუ ეცეთ რაშია საქმე, ბრონქული ასთმის და სხვა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დიაგნოსტირებას დღესდღეობით რა თქმა უნდა შესაძლებელია. იოლად შესაძლებელი და ხელმისაწვდომია. უნდა მივიდეს პირველ რიგში სათანადო კვალიფიკაციის ექიმთან, სადაც მოხდება სამედიცინო იმ კვლევის ჩატარება, რაც პაციენტისთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გამოვკითხოთ პაციენტს ანამნეზი დღიდან დაბადებისა იმ მომენტამდე, ვიდრე ის ჩვენთან მოვიდა. შესაბამისად, ანამნეზიდან გამომდინარე უნდა დავსახოთ შემდეგი გეგმა, მაგრამ ოქროს სტანდარტს რაც წარმოადგენს, ეს არის კომპიუტერული სპირომეტრიული კვლევა, რათა გამსაზღვროთ ასთმაზეა საუბარი თუ ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე, მოგეხსენებათ ახლა ასთმის დროს ფიქსირდება შექცევადობა, ნახევრად შექცევადობა, რაც ობსტრუქციული დაავადების დროს არ არის, ამას უკვე განსაზღვრავს ექიმი. აუცილებლად უნდა განისაზღვროს და გაკეთდეს ალერგიული ტესტები, რათა გამოირიცხოს ატოპიური ასთმის არსებობა. რენტგენოგრაფია თუ ესაჭიროა. ანუ ასე ვთქვათ, პირდაპირ დიაგნოზის დასმა არ გამოვა. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში. ვთქვათ, ურჩიოთ რაღაცა ყველაფერს მოერგოს, ესეთი რჩევა არ არსებობს. ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს დიფერენცირება. ნამდვილად ასთმა თუ ფილტვის სხვა დაავადება. ან იქნებ ალერგიულია რაღაც ზოგადად. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კარგით, კიდევ ერთი მაყურებელი მაშინ ძალიან დიდი ბოდიში. გამარჯობათ გისმენთ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მე და ჩემი სტუმრები გისმენთ ყურადღებით. კეთილი. გაუგზავნე. კაითიშა როგორც მატყობინებო და მოდით თქვენ ძალიან საინტერესო საუბრობდით, შეგაწყვეტილეთ და დავასრულოთ ეს. დიახ, ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ 2-20 სიტყვით სულ. რა უნდა კონდეს ასთმიან პაციენტს სახში? აუცილებლად. გარდა სხვა სამკურნალწამლო საშუალებებისა, უნდა იყოს 2 სახის აეროზოლი, მაკონტროლებელი და სპაზმის მომხსნელი. ანუ სპაზმის მომხსნელი წეღან თქვენ როგორც აღნიშნეთ თუ ხუთვის და შეკუმშვის
დიახ, სწორედ სპაზმის დროს ხდება ბრონქის ანათურის შევიწროება და პირველ რიგში ჩვენ პაციენტს უნდა დავეხმაროთ ამით, რომ ედოს, უბრალოდ პაციენტი თავის თავს პირველ რიგში ამით უნდა დაეხმაროს, რომ გამოიყენოს დაუყოვნებლივ სპაზმის მომხსნელი საშუალება. ანუ მოხდეს ბრონქის ანათურის გაფართოვება და შესაბამისად აერის გამავლობა აღდგეს. და აი უკვე მე გადავიდეთ მაკონტროლებელ ინგალატორებს. კიდევ ერთი ტელემაყურებელი ყავს, მოდი მასაც გავუძღვო მაშინ ეთერი, გამარჯობოთ გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ, გამარჯობოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს სტუმრებს და მინდა დავსვა შემდეგი შეკითხვა. ბატონ კახას მინდა ვკითხო. მაწუხებს წვინავი ხასიათის სუნთქვა. აი ამ შემთხვევაში ალო, გესმით? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუმრებს და ბატონ კახასთან მინდა შეკითხვით გადავიდე. ბატონ კახა მაწუხებს წვინავი ხასიათის სუნთქვა. აი ამ შემთხვევაში აი რა უნდა ვქნა ფილტრებზე გადაღებით თუ აი გამოკვლევით როგორ ჩავატარო გამოკვლევა და უფრო და უფრო ძლიერდება ეს ჩემი წვინავი ხასიათის სუნთქვა. იქნებ გამცეთ პასუხი ამაზე და მეორე ქალბატონ ბაიას მინდა ვკითხო. ძალიან მირჩიეს ნაძვის მტერი ბავშვისთვის. შეიძლება თუ არა ესე თქვენგან ალერგოლოგებისგან დანიშნეს გარეშე ვიყიდოთ ისიც ალბათ ბაკურიაში იყიდება ეს ნაძვის მტერი და რამდენად შეიძლება მივცეთ თაფში არეული ბავშვს. კეთილი, უღრმესი მადლობა, საინტერესო შეკითხვები იყო. მადლობა კიდევ ერთხელ აქტიურობისთვის. მადლობა შეკითხვისთვის და ალბათ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მისიაც შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად, ვინაიდან მაყურებლების აი ესეთი აქტიური ჩართულობა და თქვენ ხედავთ აი როგორ შეკითხვებს სვავენ ისინი, იმიტომ რომ დღეს ეს პაციენტები გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ თავის თავს, ვიდრე ალბათ ამ გადაცემამდე იყო ეს შესაძლებელი. ეხლა რაც შეეხება მსწვინავ სუნთქვასთან დაკავშირებით, აუცილებელია მისი უშუალოდ ასე ვთქვათ, მაღალი პროფესიონალთან მისვლა, ვიწრო სპეციალისტთან მისვლა, როგორც არის მაგალითად პულმონოლოგი, ალერგოლოგი, ფტიზიატრი თუნდაც, ან რასაკვირველია იმ ოჯახის ექიმებთან და თერაპევტებთან, რომელსაც ტრენინგი აქვს გავლილი ზემოთ აღნიშნული პათოლოგიების კვლევაში. უპირველეს ყოვლისა რა უნდა გაკეთდეს? ეს პირველ ყოვლისა ეს არის რენტგენოლოგიური კვლევა, ეს როგორც ყოველთვის. შემდეგ მეორე ადგილზე ეს არის სპირომეტრიული კვლევა აუცილებელი. იქ არის სინჯები, სხვადასხვა ალერგოლოგიური სინჯები და რასაკვირველია უნდა იყოს შეკრებილი დაწვრილებით ანამნეზი. ანუ ანამნეზი ეს არის ავადმყოფობის ის ისტორია, რომელიც ამ პაციენტს მოყვება. მაგრამ ამისთვის ეს რომ სწორად განხორციელდეს, საჭიროა პაციენტი მივიდეს კიდევ ვიძახით მის კურნალ ექიმთან, ანუ დავიწყოთ ოჯახის ექიმით, თუ ის რასაკვირველია ჩათვლი საჭიროთ, რომ ვიწრო სპეციალისტი საჭიროა ჩვენთან გადმოამისამართებს, თუ არა და თვითონ ჩაუტარებს, ვინაიდან დღეს ჩვენი ოჯახის ექიმები, თერაპევტები ძალიან კარგად ფლობენ დიაგნოსტირების ამ საშუალებებს. იმიტომ რომ წვინავი ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. ეს არის ობსტრუქციული დაავადებები, ეს არის ინფექციური დაავადებები, ეს არის სხვადასხვა, აი თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ დაავადებები, მაგალითად გასტროეზოფაგალური რეფლიუქსი, თითქოს ერთ შეხედვის კუჭ-ნაწლავის პრობლემაა, მაგრამ იწვევს ვთქვათ ობსტრუქციულ დაავადებებს და სტვენას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებები, ხშირად აი კარდიალური საშუალებები, რომლებიც ბეტა-ბლოკერები, თვითონ ასპირინი. და შეიძლება პერიოდულად მოხდეს ვთქვათ ეს სტვინავის სუნთქვა თუ უკვე ქრონიკულად შეიძლება წარიმართოს. იცით რა, ეს უკვე უშუალო გასინჯვის პაციენტის ვთქვათ გასინჯვის დროს გადაწყდება ეს საკითხი მას, ესა აქვს წვავე, თუნდაც ყველა ავიღოთ, ყველა შეიძლება დაიყოს წვავეთ, ქვემწვავეთ და ქრონიკულად. აი ეს მომენტიც გასათვალისწინებელია, ამიტომაც ამ პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს თავის კურნალ ექიმს, ოჯახის ექიმს, ან ვთქვათ ვიწრო სპეციალისტებს, ქალბატონ ბაიასთან, ჩემთან, ან იმ ხალხთან, რომლებიც ვთქვათ მუშაობენ ამ დარგში. ამას ძალიან დიდი წვინავი ხასიათის სუნთქვა ეს არის უკვე პირველი საგანგაშო ნიშანი იმის, რომ პაციენტმა უნდა მიხედოს თავს. ყველაფერი რიგზე არა, უკვე ცხადია, სუნთქვა ამოვარდნილია ჩვეულებრივი რეჟიმიდან და კალაბოდ და სუნთქვა ისე უნდა მიდიოდეს, რომ ამას ვერ გრძნობდე. თუ უკვე გრძნობ როგორ სუნთქავ და ხმაურობ. და ეს რა თქმა უნდა გაწუხებს ჩვეულებრივად წვენავის სუნთქვა არ არსებობს, ხო? ეს ბუნებრივად მოდის შემაწუხებელ განცდებთან. მეორე შეკითხვა იყო თქვენთან, რა თქმა უნდა, საინტერესოა იგივე ეს ნაძვის სტორი და მოდით თქვა თან ახსენა დედა იყო. გვირჩევენ ზოგადად ბაკურიაში შეხვედრა და ასე რომ გითხრათ იგივე ეს ადგილები თქვა საქართველოს ძალიან ბევრი კურორტები, სადაც კლიმატოთერაპია. კლიმატო ეხმარება ალბათ ბროქებთან და ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებებს, აი ამაზე
რამდენად კარგია ეს ძალიან საინტერესოა, კლიმატოთერაპია ხო? ძალიან დიდარი ვართ ამითი, მრავალი კუთხე არსებობს საქართველოში, სადაც შეიძლება ჩვენ გამაჯანსაღებლად გაუშვათ პაციენტები. მე ხშირად ურჩევ ხოლმე ჩემ პაციენტებს ეწვიონ აბასთუმანს, ბაკურიანს, ცემს, კოჯორს, სხვათა შორის უახლოესი ჩვენთვის კოჯორია, სურამი. წიწვნარი სადაც არის? კი ბატონო, წიწვნარი. ეს სუნთქვას რაც შეეხება, რო სუფთა ჰაერი ისუნთქონ, ამით მოხდეს კლიმატოთერაპიის ჩატარება. მაგრამ აქ მშობელმა დასვა კითხვა, თაფლში არეული მტვერი, ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ მესმის ყველაფერი ბუნებრივი, კარგია, მაგრამ ყოველთვის არა. ყოველთვის არა. შეიძლება ამ პაციენტს თვით თაბლზეც ჰქონდეს ალერგია. თუ დარწმუნებული ხართ, რომ იტანს და აქ არ არსებობს ალერგიული კომპონენტი, რომელიმე შემადგენელი. ანუ ზეგი მოდით ასე ვთქვათ, დავაკონკრეტოთ. ცუდი არ არის, მაგრამ უნდა იყოს შეთანხმებული ექიმთან. არგებს თუ არა მას ეს კონკრეტული თუნდაც ბუნებრივი საშუალება. კიდევ ერთ ტელემაყურებელი ყავს ეთერში, მოусმინოთ მასაც. გამარჯობათ, გისმენთ. მოგესალმებით და გითმობთ ჩვენ ეთერს. სხვადასხვა მეც არაერთხელ მიმიღია ჩემი დანიშნულებით, იგივე ეს თაფლიანი მტვერი თაფლი უბრალოდ და მეგონა რომ კარგ საქმეს ვიკეთებდი. სხვადასხვა ბავშვობაში მეც მაწუხებდა ბრონქები და სწორედ ძალიან კაი. იმ თერაპიის კლიმატოთერაპიის დამსახურები და თქმა უნდა ჩემი მშობლების დიდი მეცადინეობით ასე ვთქვათ გადავლახე. ანუ ზოგადად შეიძლება ამ ასთმის დამარცხებას და იგივე ბრონქების დაავადების დამარცხებას ხო რომელიც იცით რა არის წიწვოვანი მტვერი, თაფლიც ბუნებრივი იმუნომოდულატორი. ამით თქვენ ამყარებთ თქვენს იმუნურ სისტემას და ნაკლებად ხდება დაინფიცირება სხვადასხვა ვირუსებით, მაგრამ ამით ასთმის მკურნალობა ვერ მოხერხდება. ვერ მოხერხდება. ჩვენ უბრალოდ ვიჯანსაღებთ და ვიძლიერებთ იმუნიტეტს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ალერგიული ფაქტორი, უნდა ჩატარდეს აი წეგან რომ დასვეს კითხვა რა კვლევაო, აუცილებლად ალერგიული ტესტირება ჩატარებული უნდა იყოს და უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ ამ პაციენტს არ აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ შემადგენელი კომპონენტის მიმართ. კეთილი. კიდევ ერთი მაყურებელი როგორც მათყობინებენ და მოусმინოთ ჩვენს მორიგ ტელემაყურებელს. გამარჯობათ, გისმენთ. იმედია შემდეგი ცდილობა იქნება შედეგიანი და თქვენ შეგხვდეთ ეთერში. საერთაშორისო ასევე გამიგია მე რომ იგივე ის როდესაც თქვენ ბრძანეთ შესაშხურებელი ხო? აეროზოლი. ამობენ რომ მაინც და მაინც სასარგებლო არა ამის მიჩვევაო. რამდენად სწორია ეს მოსაზრება? მცდარი ინფორმაცია. ნამდვილად მცდარი ინფორმაცია. იმდენად დახვეწილი და მე თქვენ ჩაერთვებით ბატონო კახა, იმდენად დახვეწილი აეროზოლები არსებობს დღესდღეობით, რომ მათი გამოყენება ორსულებთანაც მიზანშეწონილია. ანუ შედის უნებლობით B ჯგუფში, B კატეგორიაში. ჩვენ პირველი ტრიმესტრიდანვე შეგვიძლია ზოგიერთი, ოღონდ ყველასე არა, მეტად დახვეწილი პრეპარატების გამოყენება თვით ორსულებთანაც. ანუ ეს რაზე მიუთითებს, რომ შესაძლებელია და უნებელია. ბიოშეღწევადობა 0.001%-მდე აღწევს. ასე რომ ის ინფორმაციაც რა თქმა უნდა. გავაჟერეთ, ბატონო გახა მაინტერესებს ასევე აი ორსულები ვახსენეთ და ორსულებთან დაკავშირებით აი ტუბერკულოზის მკურნალობა როგორ ხდება და რამდენად რთულია ამ ხრივ ვითარება საქართველოში. მოგეხსენებათ რომ ორსული ქალბატონები და მეძუძური დედები ითვლებიან იმ კატეგორიის პაციენტებთან, სადაც განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი მედიცინის მხრიდან და თითეული ექიმის მიმართ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, არ შემიძლია არ ვისარგებლო ამ გადაცემით და ბოლო კვლევებზე დაფუძნებით არ მოუწოდო ჩვენ მაყურებელს რამდენიმე ინფორმაცია განსაკუთრებით ქალბატონებს. რომ უპირველესად ჯერ დიდი სიხარულით უნდა გამოთქვა იმით, რომ მე როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და სამედიცინო აკადემიის პროფესორი უკითხავ ლექციებს ჩვენ სტუდენტებს და რადიკალურად განსხვავდება მწვერვალობის ინდექსი და ხარისხი სამედიცინო სტუდენტებსა
და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის. ანუ ვიცით თქმა მინდა, სამეცნიერო სტუდენტები ფაქტიურად აღარ ეწევიან თამბაქოს და ეს არის მისასალმებელი და ეს არის ის ვისგანაც უნდა აიღონ მაგალითი მათმა მეგობრებმა, რომლებიც სწავლობენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში. და ეს მისასალმებელია. ეხლა რაც შეეხება ქალბატონებზე მიმართება. აღმოჩნდა, რომ ქალბატონების სასქესო ჰორმონების მიერ ხდება ნიკოტინის გაცილებით მეტი აკუმულირება ორგანიზმში, ვიდრე მამაკაცის სასქესო ორგანოების მიერ. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ დღეს ქალბატონების ავადობა ძალიან მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზე ავიდა და თითქმის გაუთანასწორდა სიკვდილიანობით, ანუ ლეტალობით და გართულებებით მამაკაცებში, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, რომ ტრადიციულად მწეველებად ითვლებოდნენ მამაკაცები. ანუ აღმოჩნდა ის, რომ ქალის ორგანიზმი არ არის ადაპტირებული ნიკოტინისადმი, სხვადასხვა აირების შეღწევადობაზე, ტრახეობრონქიალურ ხეში და ასე შემდეგ. და ორიოდე სტატისტიკას მოვიშველებ, რომ კიდევ უფრო აქტუალური გავხადოთ ჩვენი თემა და ჩვენი საზოგადოება უფრო მეტად იქნეს დაცული ამ პრობლემებისგან, რომ აი ქალბატონო ბაიამ აღნიშნა ბრონქული ასთმა. ზუსტად იმდენივე 250-დან 300 მილიონამდე ადამიანი არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული, მაგრამ მათგან ლეტალობა და სიკვდილიანობა აღწევს 3-დან 4 მილიონს. ხედავთ რამ ხელისუფლება ასთმის დროს იღუპება 9 მილიონამდე, 250,000-დან 9 მილიონამდე პაციენტი, ხოლო ქოდის დროს, ანუ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს იღუპება დაახლოებით 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2030 წლისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა გადაინაცვლებს სოფლიოში სიკვდილიანობის მე-4 ადგილზე. და მთავარი მიზეზი რა არის, ბატონ გიორგი? მთავარი მიზეზი ეს არის წეველობა, ანუ სიგარეტის მოხმარების ძალიან დიდი მაჩვენებელი და აი ერთ ხაზს გაუსვამ, რომ ქალბატონ ბაიამ ძალიან კარგად თქვა, რომ სოფლიო ჩემპიონებიც კი არიან ბრონქული ასთმით დაავადებული პიროვნებები და მშვენივრად თამაშობენ მე პირადად არაერთი სპორტსმენი ვიცი ცნობილია. გასაკვირველია, მოცურავეები, ფეხბურთელებია, თუნდაც პოლსკოუზი, რომელიც მანჩესტერში თამაშობს, რაგბისტები ყავს ძალები. ისინი სრულფასოვანი წევრებია, მაგრამ თქვენ ვერ მეტყვით ვერც ერთ არათუ სოფლიო ჩემპიონს, არამედ სპორტსმენს, რომელიც არის დაავადებული ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით. აი ეს არის ის დაავადება, რომლის ფონზე ადამიანი ფაქტიურად კარგავს აქტიური მოქმედების საშუალებას. და აი თქვენი კითხვის გაგრძელებისთვის დავაკავშირებთ, რომ აი სწორედ ის საინჰალაციო საშუალებები, რომლებიც დღეს შემოდის ჩვენ ქვეყანაში და არის ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე დამზადებელი, აძლევს ამ ადამიანს საშუალებას, რომ არა მარტო გაიხანგრძლივოს სიცოცხლის ხარისხი და გაზარდოს სიცოცხლის ხარისხი, არამედ გაზარდოს ხანგრძლივობა სიცოცხლის. რაოდენობა შეადგინა 5-დან 15 წლამდე, საკმაოდ დიდი ციფრებია, ბატონ გიორგი. ანუ ადამიანი, რომელიც შეიძლება დაღუპულიყო 5, 10, 15 წლის წინ, დღეს აი ამ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად ისინი სრულყოფილად ცხოვრობენ და არიან საზოგადოების სრული წევრები. რასაკვირველია, ბრონქული ასთმა თავისი პერსპექტივით და თავისი გამოსავლით გაცილებით უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და დღეს, როდესაც ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მწეველობა, კარს გარეთ და კარში გადაბინძურება, სხვადასხვა მავნე ფაქტორები, ალკოგოლიზმი, ტოქსიკომანია იწვევენ აი ეს მძიმე ხვეწს, ამიტომ თქვენი ეთერიდან მინდა მოუწოდო ჩვენ ძვირფას მოსახლეობას და ქართულ ხალხს, რომ მოდით 2015 წელი ყოფილიყო ჯანმრთელობის წელი და წელი სიგარეტისა და თამბაქოს გარეშე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამის უკან დგას დიდი სოციალური პრობლემები, დიდი ადამიანური ტრაგედიები და ის პრობლემა, რაც არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ მავნე ჩვევასთან, რასაც ქვია თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი დანიშნულება ალბათ ისიც არის, რომ ამ დაავადებების მქონე ადამიანები მარტო თავის თავს არ აზარალებენ, ზოგადად ისინი არიან გადამცემებიც, როგორც მემკვიდრეობით, ასევე ირგვლივ ჰაერწუთოვანი გზებით, სხვებსაც აზარალებენ და აინფიცირებენ, შეიძლება ასეც ითქვას, ხო? არა, ვერ დაგეთანხმებით, ბრონქული ასთმა გადამდებია. ბრონქული ასთმა გადამდებია არ არის. ტუბერკულოზი და ფქოდი კი. ამიტომაც თავარი გენეტიკურად არის გადამდებია. გენეტიკური ფაქტორი განაპირობებს. ერთი შეკითხვა ჩვენ Facebook გვერდზე ტელემაყურებელს. შეიძლება მასაც უპასუხოთ სამ დასრულებულად ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი. არ არსებობს ტუბერკულოზისთვის სხვა რაიმე გზაო, იმიტომ რომ ამდენი პრეპარატის და ხანგრძლივად მიღება ძალიან ძნელია და დამღლელად ასევე გვერდით მოვლენებსაც იწვევსო და
თუ არსებობს რაიმე სხვა აი სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო რომ ტუბერკულოზის მკურნალობა დღესდღეობით ეს არის რასაკვირველია პირველ რიგში მედიკამენტოზური უფრო მძიმე შემთხვევაში ერთვება ქირურგიული მკურნალობა სამწუხაროდ აი დღესაც ჩვენ ოპერაცია ქონდა ჩვენ კლინიკაში ტუბერკულოზთან მიმართებაში რაც აი მინდა გულის ტკივილი თქვა რომ ძალიან დიდი შვიათობას წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში ფაქტიურად არ კეთდება ოპერაციები იმიტომ რომ ეს კონტინგენტი არ არის ელემენტარულად არ არის შორსასული მძიმედ ფორმით შემთხვევები ქირურგიული ჩარეები დღეს მაგალითად ჩვენ ცენტრში კეთდება ისეთი манипуляციები აი ჩვენ განყოფილებაში როგორც არის თქვა ბრონხების სტენტირება რაც პირველად გაკეთდა საქართველოში ლაზერით თქვა ენდობრონხიალური რეზექციები ეს არის ის ნოვაციები და მაღალ ტექნოლოგიური საშუალებები რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლაში მიდის მაგრამ მე ვისურვებდი რომ ჩვენ პაციენტებს და ჩვენ მოქალაქეებს ეს манипуляციები არ დაჭირვებოდეთ ხა რაც შეეხება შეკითხვაზე პასუხს სხვა გზა ერთადერთი ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ნორმალური კვება სუფთა ჰაერზე მეტი დროს გატარება და უარი ვთქვათ მავნე ფაქტორებს ეს არის სიგარეტი, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთადერთი დაცვა ორგანიზმის ეს არის ბუნების მიერ გენიალურად შექმნილი, ეს არის იმუნიტეტი. რაც ადამიანს იცავს, ხოლო ტუბერკულოზის შემთხვევაში და თუ ჩვენ გვაქვს საქმე რეზისტენტულ ტუბერკულოზთან, აქ პრობლემა კიდევ უფრო ვინაიდან ტუბერკულოზის სენსიტიური ფორმის მკურნალობა არის 6 თვე და 9 თვემდე, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზი წელიწად ნახევარი. ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის გამო, რომ თუ ადამიანი დაავადდა, მას მაქსიმალურად უმკურნალოთ და ამ ადამიანის თვითშეგნება ავწიოთ, რომ მან არ დაავადოს თავისი ოჯახის წევრები, საზოგადოებას, ვინაიდან აი ასტმისგან განსხვავებით ტუბერკულოზი ეს არის უკვე აირწვეთოვანი გზით და ინფექციით გავრცელებული დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია. კეთილი, ჩვენ ტუბერკულოზის თემას განვავრცობთ და გავაგზავნებთ ჩვენს ტრადიციულ სამეცნიერო რუბრიკაში, სამეცნიერო ცენტრალ ლანცეტთან ერთად 16 საათზე დავიწყებთ ჩვენ ამ ტრადიციულ რუბრიკას. თქვენ კი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისთვის ასეთ საინტერესო საუბრისთვის. მე ვხედავ რომ თემა ძალიან დიდია და ამოუწურავია როგორც ჩანს და მე რა ვიცი ვფიქრობ რომ კიდევ შეიძლება ჩვენ ამ თემაზე ვისაუბროთ. სიამოვნებით. მორიგი ტრეინინგების და წარმატებების შემდეგ, როდესაც თქვენ დაბრუნდებით თუნდაც იმ რეგიონებიდან, რომელიც დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, მოკლედ ჩვენ ყოველთვის გული და სულით გიგებთ კარს იმისაც რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად გავხავთ ინფორმირებული და დავიცვათ აი მავნე დაავადებისგან, ძალიან ცუდი დაავადებისგან, რაც ტუბერკულოზი ქვია და იგივე ის ფილტვების ობსტრუქცია თუ რა თქმა უნდა დავეხმაროთ ასთმიანებსაც. შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები განაცემის პირველ ნაწილში იყვნენ მედიცინის დოქტორი, პროფესორი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი კახა ვაჭარაძე და მედიცინის აკადემიური დოქტორი ასოცირებული პროფესორი ალერგოლოგი ქალბატონი ბაია ბეზარაშვილი, რომელიც გახლავთ ასევე კავკასიის ექიმთა ლიგის ხელმძღვანელი და დამაარსებელი. ჩვენ სარეკლამო ჭრა მცირე საინფორმაციო კოლაჟი გველის წინ შემდეგაც დავუბრუნდებით როგორც უკვე აღნიშნე ტრადიციული სამედიცინო რუბრიკით.